დაკვირით ამბიჭუნას თვალებს ერთი თვალის დაფარვის შემდეგ როგორ სწორდება მეორე თვალი, რომელიც მანამდე იყო ოპტიკური ღერძიდან გადახრილი. ამ ყველაფერს ქვია სტრაბიზმი, ანუ ხალხურ ენაზე სიელმე. ეს კი არის სიელმის თანდაყოლილი ფორმა, რომელსაც ქვია ეზოტროპია, ანუ თვალის შიდა მიმართულებით გადახრა. ამ ყველაფრის საკორექციოდ კი არსებობს ქირურგიული ჩარევა, რომელსაც დეტალურად აგიხსნით შემდეგ ვიდეოში როგორ მიმდინარეობს. ჯერ სანამ უშუალოდ ქირურგიულ ჩარევას აგიხსნით, ვნახოთ როგორ გამოიყურება თვალის კუნთები, რომლებიც ჩვენი თვალების მოძრაობაში მონაწილეობენ. ეზოტროპიის დროს კი, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ნახეთ, ძირითადად თვალის ორ კუნთზე ხდება ჩარევა. ამ ოპერაციის განმავლობაში ექიმი კონიუნქტივის გავლით მიაღწევს და მიადგება უშუალოდ თვალის იმ კუნთებს, რომელთა კორექციაც აუცილებელია სიელმის აღმოსაფრხველად. ოპერაციის დროს კი ხდება ამ კუნთის რეპოზიციონირება, ანუ ადგილის შეცვლა ისე, რომ თვალის მხედველობის ღერძი და მიმართულება ემთხვეოდეს მეორე თვალს, რომელსაც მაგალითად სიელმის დროს ეს თვალი დაყვება. ამის შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ მაგალითად აი ამ დემონსტრაციის დროს ეს კონკრეტული კუნთი თვალზე უფრო მეტი სიძლიერით იმოქმედებს, რის შედეგადაც სიელმე გასწორდება.